რაღაც ისეთი გავაკეთე, ისი გაკეთებაც ძალიან დიდი ხანია მინდოდა და მოკლედ თქვენ შეიძლება არ მოგეწონოთ, მაგრამ ალბათ მიეჩვევით, მაგრამ იმედია კომენტარებში არ დამიწერთ, რომ Hi, მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? იმედია რომ კარგად და კარგად გრძნობთ თავს. მოკლედ, ეს ჩემი ახალი იმიჯი და ვფიქრობ რომ new personality is unlocked, kinda. იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია მინდოდა მოკლედ ჩოლკის შეჭრა და შევიჭერი და იმედია რომ კომენტარებში დამიწერთ რომ მარია როგორ გიხდება? მოკლედ მეგობრებო, იმ დღეს წავედი შევიჭერი თმა. ძალიან მინდოდა რომ გადავიღო ეს ყველაფერი, მაგრამ რაღაცნაირად ცოტა mental break-ი მქონდა, იმიტომ რომ თან ვნანობდი, თან არც ვნანობდი, იმიტომ რომ პირველი დაბანის შემდეგ უკეთესად გამოიყურებოდა, მაგრამ აი მეორე დაბანაც გვინდა რომ ზუსტად ისე დადგეს, როგორც მე მჭირდება. ხო, რას ვაკეთებთ დღეს? მივიდივარ ფრჩხილებზე, რომ გავიკეთო და დარჩით ვიდეოს ბოლომდე. გამოიწერეთ ჩემი არხი, დალაიქეთ ვიდეო და კომენტარით რომ ძალიან მოგწონთ ჩემი თმა. იაი. I showered. მოკლედ მეგობრებო, რაღაცა მოუწესრიგდი, ჩავიცვი უკვე ჩემი ფრჩხილების რივილი, გთხოვთ, აი უძალიანესად მომწონს და იქ ყველაფერი ვერ გადავიღე, იმიტომ რომ იმდენი ხანი ვიკეთებდი, რომ ლიტერალურად ან დაგვაღამდა თავზე. მერე, ესე იგი, დავბრუნდი სახლში. ეს თმები, იმიტომ აქ ესე რომ მინდა რომ ესე დადგეს და Instagram-ზე რაღაცა ტუტორიალები ვნახე და იმედია გამართლებს. მოკლედ, რადგან დავიწყე ცოტა მეიკაპის მეიკაპი რა არის? მაკიაჟის კეთება, გადავწყვიტე რომ რაღაცა ბრაშები, სპონჯები და ეგეთი რაღაცები არ მაქვს და წავიდე ნავნეში და რაღაცები შევიძინო, რაღაცა ლისტი ჩამოვწერე და მოკლედ წავიდეთ, თან ყავას დავლევთ, თან ვიჭორაოთ, თან გავისეირნოთ. Hi reveal you guys if you were interested in მოკლედ თმა დავიყენე და როგორც მივხვდი არანაირი უთუ არ შველის ჩემს სქელთმას და ჰაერ კლიპებით გავიკეთე ისე როგორც მინდოდა და ძალიან მომწონს. მე მგონი ჩემ Pinterest board-ზე რაც მქონდა აპინული და ახლობებით და Instagram-ზე რაც დავასეივე, მე მგონი ყველა ტუტორიალმა მიშველა. და მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ, იმედია რომ თქვენც მოგწონთ ჩემი თმა და მარტო მე არ ვარ და მარტო მე გიჟებით არ ვილაპარაკობ, იმიტომ რომ I love it. Actually, I'm sorry, I love it. I can't lie to you, მართლა. I missed that. I miss light hair so much.
მოკლედ მეგობრებო, ვიყავი ნამნეში, ვიყიდე კონსილერი მხოლოდ იმიტომ რომ სპონჟებში აღარ ქონდათ დარჩენილი თითქმის არაფერი და გადავწყვეტე რომ იოიოსოში წავიდე და იოიოსოში ხშირად აქვთ ხოლმე ფასდაკლება ეგეთ რაღაცებზე. ასევე ბრაშებიც არ ქონდათ და გადავწყვეტე რომ იოიოსოში წავიდე და გავიარო აქედან ვიყიდო. ანუ ეხა მისვია ცოტა მუქი ვიყიდე, იმიტომ რომ ის რაღაცა ძალიან ამოთითრებული იყო და იმიტომ გადავწყვეტე მუქის ყიდვა, რომ მე ფიქსატორით რომ დავიფიქსირებ, უეჭველად გამითეთრდება ძალიან და ეგრე გათეთრებულიც არ მინდა. ფიქსატორის ყიდვა გადავწყვიტე PSP-ში, Essence-ის. ხო, საღამოს მივდივარ დაბადების დღეზე და დაბადების დღეზე ერთი რაღაცა მახსენდება მხოლოდ 1-5-6 წლის წინ, როდესაც ვიყავი აბიტურიენტი. ესმა ჩემმა მეგობარმა გამპატიჟა დაბადების დღეზე. ოღონდ ამ გოგოს დაბადების დღეზე არც დროს არ ყოფილვარ, იმიტომ რომ მანამდე არ ვიცნობდი, არ იყო ჩემი კლასელი. წავედი რაღაცა საჩუქარი ვუყიდე, გავემზადე რაღაცა, დაჟე მახსოვს ჩემი მეგობრისგან ვითხოვე ზედა, რომლის ჩაცმაც მინდოდა და რომ მივედი ამ დაბადების დღეზე, ვერთობოდით რაღაცა, ცოტა ისეთი მეგობრები ყავდა, რაღაცა თავისი ბაბლის და თავისი, ანუ ვერავის ვერ გაუგერა, ანუ აი მართლა არ ვიცი რა მჭირდა, იმენა ბელასუონი გავიჩითე თუ რაღაცა, მეთქი მე ვერავის ვერ უგეფაქ თუ რაღაცა და ცოტა ისე ვიყავი რა. ზოგადად დაბადების დღეები დიდად არ მიყვარს, არც ჩემი, არც ხვისი, არ ვიცი. ესე ვხედავთ რაღაცას, ჭორავთ რაღაცა და ამ გოგოს ერთი ახლობელი მოვიდა და მეუბნება, რომ ოსფათ ლაპარაკში მეუბნება, რომ ისეო ესა ჩვენო ზედმეტი ადგილი გქონდაო და აღარ ვიცოდით რომ ვინ დაგვეპატიჟა, იმიტომ რომ ამ გოგოს ძალიან ბევრი მეგობარი ყავდა. მოგვიწია რომ შენ დაგვეპატიჟებინეო და მეთქი რა? იმის მერე ამ გოგოსთან დავიჭირე დისტანცია და ეს გოგო ყავ ძალიან რაღაცნაირი. აი ვითომ ყველაფერს სიმართლეს ამბობდა, არა და სინამდვილეში სიმართლე კი არა, უზრდელო რაღაცებს ამბობდა. აი მაგათაც ვიღაცამ რო გითხრათ, რომ აი ვაიმე, როგორ გასუხებულ ხარ? I think you're fat. Yeah, it's just my opinion. ადამიანი იყო რა. ხო და ანუ მეთქი აი ეგეთი ადამიანები უნდა ჩამოიციოთ მეგობრებო ყოველთვის, მეგობრებო. ეს იყო და ეს. ეხლა წავედით იოიოსოში, შევიდეთ და ვიყიდოთ სპონჟი და გავედით. აუ, ისიც მინდოდა რამე ბიჟუტერიის ყიდვა, წერტილების და ვნახოთ თუ სადმე ვიპოვე, უეჭველი ვიყიდი. და სულ ჩოკას რატო ვისწორებ, იმიტომ რომ სულ მგონია რომ არეული მაქვს, მაგრამ არ მაქვს, იმიტომ რომ ფიქსატორით დავიფიქსირე. წვიმს მეგობრებო, ეხლა ვეძებ PSP-ს, იმიტომ რომ მინდა ფიქსატორის ყიდვა და ჩემი PSP-ს იმედი არ მაქვს. მიკროფონი არ მიკეთია, იმიტომ რომ გამეზარა და მოკლედ შევახა PSP-ში და მე მგონი მოვრჩი დღევანდელ დღეს. და actually ყველა მე მიყურებს, იმიტომ რომ I'm a diva. I am kidding. მეგობრებო, მოვედი უსკში საჩუქრის საყიდველს და ასარჩევად და იმედია რაღაცას ვიპოვნი, მაგრამ სამაგიეროდ აი ეს ჭიქები მომწონს, ახლა გაჩვენებთ. ცოტა ისეთი საჩუქარი მინდოდა რაღაცა სახლური და მაგიტო შემოვედი აი აქ და აი ხა ვაფშე აი არ ვიცი ხარ პლედებში მირჩიეთ რამე იუსკის ლარნაკები არის ჩემი საყვარელი განხრა დედამიწაზე if you ask me
მეგობრებო დაუბრუნდით სახში და მინდა პატარა unboxing-ით გავაკეთო და თან გაჩვენოთ რები ვიყიდე. მოკლედ პირველ რიგში რაც შევიძინე იყო აი ეს კონსილერი. Wow, I'm really feeling რაღაცა influencer-ი G. და ნუ მოკლედ ძალიან მომეწონა და დატესტვით ნელა გავიგებ როგორი ეფექტი ექნება. ასევე PSP-ში შევიძინე ესეთი ფიქსატორი და ეხა story time. რო ესე რა ქვია, ანუ მე ზოგადად არ ვიცოდი რომ მენ უნდა ამერჩია და კითხე კონსულტანტი და ვერ დამეხმარა, მაგრამ ამ დროს შემოვიდა აფთიაქში გოგონა, რომელიც თურმე ვიზაჟისტი ყოფილა. და მოკლედ ამ გოგომ მიცხრა და მირჩია, რომ თვალების ქვემოთ თუ უნდა წაისვა, უეჭველი უნდა იყოსო, თეთრი ფერისო და უკეთ დაგიფიქსირებსო და აი იმ გოგოს ძალიან დიდი მადლობა. აი ეს იყო რაღაცა ნიშანი. და ანუ მართლა მე მეგობრებს ეგეთი ადამიანები რა ვინც მაკიაჟში ერკვევით და მასწავლეთ და უფასადაც მასწავლეთ როგორ გავიკეთო. კაი, ხუმრობ მართლა, ანუ ძალიან დიდი მადლობა იმ გოგოს, მართლა, ანუ და თან ძალიან ლამაზი იყო ის გოგო, ძალიან აი იმ წამს უცბად მეთქი დიდი მადლობები კი უხადე, მაგრამ აი ძალიან კარგად ხონა მართლა მე დავაკვირდი მაკიაჟი. ეხლა რაც შეეხება იოიოსოს ფასდაკლებს, ეს ღირდა 19 და 99 თეთრი და ვიყიდე ნახევარ ფასად. ამიტომ ვისაც ბრაშები გინდათ და გენანებათ ფული, შეგიძლიათ წახვიდეთ და იყიდოთ კლეთ. ჩანთაც მოყვა? No way! ხო ეს ვერ დავინახე. Are you kidding me? ანუ საყვარლესია. ნამდვილად სურპრიზი ეხა. ანუ გზაში ვფიქრობდი მეთქი რაღაცა პატარა ჩანთა მინდა თქო, სადაც ანუ ბევრ რაღაცას ჩავყრი თქო რა კოსმეტიკებს, იმიტომ რომ ანუ მაქვს ჩემი კოსმეტიკის ჩანთა, მაგრამ ძალიან დიდია და ყველაფერი მიყრია და მოკლედ მეგობრებო, ყველაზე მეტად რისთვისაც ვიყიდე ეს ფუნჯები იყო აი ეს ზომა ფუნჯი. ასევე აი ესეც კაი ზომა, აშკარად, აი ესეც. საყვარელია, ანუ არ შემიძლია. ოღონდ გორიხსნა. ტელეფონში ადგილი აღარ მქონდა და გამეთიშა და შუა ვიდეოში გაწყდა. მოკლედ ეს გავხსენი ესეთი. აი სულ ეს არის რაც დღეს შევიძინე, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი შენაძენით. თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ აუცილებლად და კომენტარით თუ მოგინდათ აუცილებლად დამიწერეთ და გაუზიარეთ რა თქმა უნდა მეგობრებს იმისათვის რომ უფრო მეტი გამომწერი მყავდეს, მეტი მაყურებელი მყავდეს და უფრო საინტერესო გახდეს ვიდეოები და მოკლედ Ciao!